ეს არის ევრეთისკენ მიმავალი გზა, ევრეთის მონასტერი, დედათა მონასტერია. ხო და ეს გუნდიანი გზა მიდის მაგ მონასტრამდე. არის ძალიან სიგრილი. ესეთი ტყის სურნელი დგას. გვერდზე პატარა მდინარე მოჩუქჩუხებს. ხო და მე ხა მინდა მოვარტყა აქ პატარა წრე. ასე ვთქვათ, გავტესტო მარშრუტი. არის თუ არა ბილიკი. ანუ მონასტრამდე ბილიკი რო არის კი ვიცი რა თქმა უნდა. დაძრეული დარტყმაც შეიძლება თუ წახვალ მარცხნივ, მაგრამ მე ხა მინდა გავაკეთო და წავიდე მარჯვნივ და ვნახო რა არის მანდ. უკანზე ჩანს რომ არის საკმაო აღმართები. ხო და მე ვიან გამოვედი სახლიდან, ეხლა არის სადღაც 3 საათი, დღის 3 საათი. ხო და ამიტომაც ასფალტის მონაკვეთი და კიდევ ცოტა მეტიც გავიარე მანქანით. გავაჩერე აქ დღეში მანქანა და ისე ვაპირებ დავარტყა წრიული. ნახოთ აბა რამდენად შესაძლებელი იქნება ასეთი პატარა წრის მორტყმა ამ დღეში. ეს იყო მარმას იდეა ჩამიგდო მარშრუტი. თვითონაც არ არის დამყოფი და საინტერესოა მოკლედ გამოვა თუ არა. ახლა დაიწყო უკვე ტალახები. გზაში შევხვდა ნივა თუ არა. იქით დახვდება ჩემი ელანტრა. იმედია მე რომ დავბრუნდები აგურებზე არ დამხვდება ჩემი ვიდია. თორე ძალიან მეწყინება. საკმაოდ გრილა ისე, მაგრამ საქარე მაქვს წარმოებული. ამ ჩანთაში მიდევს საქარე. პატარა სნექები. ხო. კამერა არ დამაქვს ხოლმე ეს პატარა ტურებში. ამიტომ რომ უკამეროებზე მაქვს საბურავები, ტუბლესებია, სითხე მისხია შიგნით და რავი ძალიან თუ არ გაიხა თვითონ საბურავი ეკლებს და ესეთ პატარ-პატარა რაღაცებს უმკლავდება ის სითხე. თუმცა კარგი იქნება თუ ჭიაყელებსაც ვიყიდი, უფრო დიდ ნახვეებს რომ გაუმკლავდეს ის სითხე. მაგრამ ნუ ჭიაყელები ჯერ არ მაქვს. ქარიც არის საკმაოდ ესეთი არასასიამოვნო. მეგონა რომ დღეში არ იქნებოდა ქარი, მაგრამ მაინც იგრძნობა. თან რა თქმა უნდა სახის ქარია აღმართში. ძალიან ცუდია. რადგანაც გვიან გამოვედი და თან მარტო ვარ, არ ვაპირებ რამე გარისკვას. თუ ოდნავ შევატყე რომ ბილიკი ბუჭდება, ან სადღაც ძალიან უღრან ტყეში შევდივარ, მერე უკან დავბრუნდები. იმასთან რომ ყოფილიყავი, ან ცოტა ადრე რომ გამოვსულიყავი, შესაძლებელია გამერისგა, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ღირს.
Фу. Ну, მოკლედ იმ პატარა აღმართის მერე გზა ცოტა გასწორდა. თლაც სწორი არ არის, პატარა აღმართია, მაგრამ ბევრად ადვილად მომდივარ. ჯერჯერობით მარშრუტზე ვარ და სწორად მომდივარ. ეს მაგარი გზა რაც იყო იქ, უბრალოდ სახლია და ჩიხია, მეტი გზა არ მიდის. ამიტომაც ნამდვილად ვიცი, რომ ეს გაგზავნა გზა. პატარა აღმართი ჭიის გასახარებლად. ხო, ესეც ჩვენი პატარა აღმართი. ჯერჯერობით იცი რომ ბევრეთის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე ვარ. მონასტრამდე ჯერჯერობით არ მისულ ვარ. ეს ტალახები არა და გუშინ წინ გავრეცხე ველოსიპედი. ხო. წინა ველოსიპედი გქონდა სისიენის ტურში ვიყავით. შიომღვიმის მონასტერს გადმოვხედეთ ზემოდან. ვინც არ იცით ვიდეო დეებს YouTube-ზე და შეგიძლიათ ნახოთ. ძალიან სილამაზეები იყო, ბევრი ტალახი და მათი სოფელის ხალტობა. არის ეგეთი სოფელი და მან ვიყავით. ძირითადად სულ გრუნტით ვიარეთ. საკმაოდ კარგი და ლამაზი მარშრუტი გამოვიდა. დღე გრუნტი თან პირველად როცა ხარ რაღაც მარშრუტზე ყოველთვის ძალიან დასამახსოვრებელია და შთამბეჭდავია. ადამიანს პირველად ვიყავი, მეც კი არა, მე მგონი სულ ყველაფერს ვიყავით ტურში. მაგზით პირველად გავიარეთ. სხვადასხვა რელიეფი შეგვხვდა, თაბარი, ინდორი და ვიცი. ძალიან ლამაზი იყო, მოგეთ აუცილებლად ნახეთ ვიდეო. ისეც არ გინახიათ. ახაც გრუნტია და გუბებით და ტალახებია, მაგრამ ეს ტალახი ძალიან არ იკრავს რაღაცნაირად. დატკეპნილი გრუნტია, ალბათ ხშირად დადიან აქ მანქანები. ამიტომაც საბურავი არ იჭედება როგორც თინატურში. აქ პატარა ჭაობი ჩანს. ანდორი ბაკახია და რაღაცებს ბაზრობენ. ამ ბაკაკების ყაყანი მაგონებს საფონდო ბირჟას. იქაც ეგეთი ყაყანია. აი მოიმატა ტალახმაც. ახლა ვიძახდი არ იკრავსო და რავი ხალხ ნახოთ რა იქნება. რაღაც მანქანაც მოდის. აი ნამდვილი ჯიპი. ჩემსავით ელანტროთი კი არ არის მოსული. ეს პატარა მდინარეც. მე მგონი ჩანს ახლა კადრში მდინარეც. ეს ლამაზი პეიზაჟია რა. ეს მოდიხარ. და წნარად
რაღაცებზე ფიქრობ. შენთვის non ფიქრობ ისე რა. Ja ნერვიულობ რამე, პირიქით. ძალიან დამშვიდებულად ისვენებ ასე ვთქვათ. Просто ფიქრებს ავაგებ რა. ეხლა ეს იქნება სრიალი და სრიალა და აპა. სრიალა, მაგრამ არ იკავს. ხოდა ეს ტალახი რო იკრავს გარდა იმისა რომ საბურავი ეჭედება და ვეღარ ატრიალებ ნორმალურად. თვითონ პლუს კიდე მაგას მძივდება საბურავი რა. და ეს ტალახები რაკრული რო აქვს გიზნელდება მერე პელების ტრიალი. რომ საბურავი მძიმეა და ძნელად ატრიალებ კონკრეტ. ხოდა ტალახი წუდია. აქ პატარა ხიდია. სამანქანო ხიდი. ჩოლებრე ისე თუნქანა. პატარა მინერალზე გადაიარე. გადავიარეთ. იწყება ისე ვალმართი. დაგიბრუნდით ისევ. რაც მოვიწყინე. თან რომ ლაპარაკობ და თან რომ მოვდივარ. რაღაცნაირად უფრო მარტივად მიდის. ხოდა მერე წვიმა მოწამოვა რავი. პროგნოზის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო წვიმა. თუმცა ალბათ არც ეგ იქნება პრობლემა. აქ არცივად დიდად მაქსიმუმ რასაც დღეს ავალთ, ანუ ელევეიშენი რაც უნდა მქონოდა 1500 მეტრია, მაგრამ ხო, ნუ ზღვის დონიდან არ იცი ამდენია. ელევეიშენი მაინც ეს აღმართების ჯამი, ასე ვთქვათ. რიან მარშრუტზე. ხო, მაგრამ მაინც არ მგონია რომ შემცვიდეს ძალიან წვიმაშიც კი, იმიტომ მეტეს ესეთი ლაითი საწვიმარი საქარი ალბათ უფრო მაქვს ჩანთაში და ეგეც დამიცავს რომ რამე. ნელა უახლოვდებით ჩვენ უკვე ბევრეთის მონასტერს. ეხლა რუკაშიც ჩავიხედები რა ხდება. რუკას როგორც უყურეთ, მე მგონი ცოტა გავწვით. შკარად გავწვით მოსახლეებს. ხო. თქვა სხვაგან წავედი. ოკეი. აბა. მოკლედ როგორც გითხარით, გავწვდი მე მოკლედ ჩემ შესახვევს, იმიტომ რომ მე წავედი ჩვეულებრივად ბევრეთისკენ. ხო და მე როგორც თქვი წინაზე მარჯვნივ უნდა შევუხიო და იქით უნდა წავიდე. ხო და ესეთი რაღაცა აი ეს თითქოს რაც არის, მაგ ექციური უნდა დავარტყა. ხო და ეხლა უკან ვეშვებ, ძალიან ცოტათი გავწვდი მოკლედ და მარცხნივ უნდა შევიდე. კაი, აბა დავადგები იმზას და მე შემოგიერთდებით ისე. დავბრუნდი მოსახლეთან. აშკარად ეს არის. აქ უნდა შევიდე, საკმაოდ ტალახია. აქაც არ ვიცი, შეიძლება აქედან შევიდე, შეიძლება აქედან ნახოთ. თუმცა მე ლუკაზე დავბრუნდი, სადაც უნდა ყოფილიყავი. და მოკლედ აი ეს წრე უნდა დავარტყა ასე. ხო, აქ ამჯერად პირველად ვარ. ეს ბილიკი არ მეცნობა. ყოველთვის მიდიოდი ბევრეთის მიმართულებით.
თუმცა ეხლა ნახოთ რა იქნება. ოპა. აქ დამხვდა ესეთი მდინარეები, გრძელდება იქით. გადასასვლელი იგად, რა ვიცი, არ ჩანს კარგი. ხო და ეხლა გავიხადო ფეხსაცმელი და გადავიდე. თუ დავიკიდო და დავბრუნდე უკან. ვა, არა და ძალიან საინტერესოა იქ რა ხდება. წყალი ალბათ ძალიან ცივია. არა მოვწინდოთ წყალი. ნავე. ნახოთ. ნავი გავიხადოთ და გადავიდეთ, რა თქმა უნდა. ველოსიპედით დავი, დამიცურდება და მაინც ჩავარდები. და მთლიანად ფეხსაცმელის დასველებას მე მგონი ჯობია გავიხადოთ. მოსინჯორ. ცივია, საკმაოდ ცივია. მე ხა ცივით მოგონ მოდის ეს წყალი. არა, ვეღარ. ესე. მე რა დავიდეთ. ესე. აქ საკმაოდ ღრმა არის. მაგრამ შევძელით. დიდი არაფერი. აი, გავგრძელდი კარგად. აი. აუ ზაფხულში გაასწორებს. ძალიან გაასწორებს. ახლა ჩავიცემ ფეხსაცმელს, გავაგზავნებ გზასმაპერ. ეს არის ჩემი ფეხსაცმელი. როგორც თქვი, Gore-Tex-ი, Northwave-ის ამი ბრენდი. შიგნიდან საწერია Gore-Tex-ი, არ ვიცი ჩანს თუ არა. მაგრამ ნახოთ აბა. სისოს. ჯერჯერობი ძალიან კარგია. რაც ჩანს რომ მანქანებიც დადიან, თუმცა ხშირად არა. აუ ძალიან მიყვარს ისეთი ბილიკები რა. მით უმეტეს ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა და ესე ტყეში რომ შედიხარ, ეგრევე სიგრილეს გრძნობ და შვებას. ძალიან სასიამოვნოა სიარულე. აუ იქ წინ რაღაც პატარა ჩანჩქერივი ჩანს. მამა ერთი მივიდა ცოტა ახლოს. ვა. რაღაც ჩანჩქერია. ოპა. ვა. აქ ხდება. რა სიტყვით მეგობრებო, საინტერესო ადგილია რა. აი ეს არის ხიბლი რა. როცა პირველად ხარ რაღაც მარშრუტზე და ესეთ აღმოჩენებს აკეთებ, აი ძალიან მაგარია რა, სასიამოვნო. მე მოვედი იქით. აუ გზა იქითაც მიდის, მაგრამ მდინარეზე უნდა გადავხვიდე. და მეორე გზა კიდე აქეთ მოდის. იმედი ეს არის ჩემი გზა. რუკა მიჩვენებს, რომ სწორად მივდივარ. ესე და არ მომიწევს იქ ისე მდინარეზე გადასვლაც. ხო და ლელობამდე თუ მივახციე, ეს ნიშნავს იმას, რომ აღმართი დაძლეული მაქვს. მე მოდის უფრო ესეთი სწორი გზა და მე დაშვება უკან. დავუბრუნდები საწყის წერტილში. ხო, როგორც ჩანს, აქ ნამდვილად არის ხალხი. აქ რაღაც პატარა შენობებია. იქ სახლიც დგას. პატარა ხის სახლი.
ძალიან სასიამოვნო ადგილია. აბადროებით. ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე განათებაც არ წამომიღია. არა და რომ ემზადებოდი დავდე სპეციალურად ველოსიპედთან. ახლოს არ დამავიწყეს მეთქი. დავტენე, გავამზადე. მაგრამ დამაგრება დამავიწყდა. ხო და ეგ იმას ნიშნავს, რომ უფრო ფრთხილად ვიქნები. თუ ძალიან გართულდა ეს ბილიკი, აუცილებლად ისე უკვე დავბრუნდები და არ გავრისკავ. იმიტომ რომ ერთია როცა სადმე ქალაქში გილამდება და განათება არა გაქვს, ეგ კიდევ არ აუშავს. მაგრამ ეს ტყეში განათების გარეშე ძალიან სახიფათოა, ასე რომ თქვენც მოგარისკავთ არასდროს და განათების გარეშე ღამე ესეთ ტყეში ნამდვილად არ გირჩევთ სიყვარულს. ერთი როგორებს ვერ დაინახავთ, სულ კაი მთვარე იყოს, შესაძლებელია ესეთი ტყე იყოს, რომ უბრალოდ მთვარი შუქიც ვერ აღწევდეს თქვენამდე. მაგრამ ეხლა მარიმ დამირეკა. არ მეგონაო მართლა თუ წახვიდოდიო, რომ ჩაგიგდეო მარშრუტიო. ამას მე ვიმგონი ვარე. თან ეგ მარშრუტი ჩამიგდო. დააყოლა რომ ნავიგაციაში დარწმუნებული თუ არ ხარო, არ წახვიდეო. ხო და რა ეგონა ეხლა მაგ სიტყვას რომ მოუწერდა. მართლა არ წავიდოდი თუ? მარმა. ოი როგორი ჩიტი იყო. საყვარელი. ვაიქაც მიდის რაღაც. მაგრამ ჩვენ მოდი აქეთ. წავიდეთ. ხრისტოტები. ოპა. თუმცა ისეთი არაფერი. პანიკი ორი ვარა. ესე გავიაროთ. აქ ესე ჩამოვგორდეთ. აქ ესე გვერდიდან შემოვლაწუნოთ. ამ დინარესაც მე მგონი ველოთი გადავა. ესე ნენა. ოპა. ესე. ეხო ფიქრობ იცით რას. კიდევ რამდენჯერ მომიწევს ამ დინარზე გადასვლა გამოსვლა. გადაწვდი. Так. ერთი გზა მიდის მარცხნივ, იქით, ერთი აქეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ჩავხედოთ რუკას. მოკლედ რუკა გვეუბნება ესეთ რამეს, რომ აი იქ მარცხნივ თუ ავედით, მან უნდა იყოს ეკლესია. არ არის შორს, ამიტომაც შეგვიძლია ვნახოთ. მე ისე უკვე უნდა დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ წინ გზა. მაგრამ ბარემ მაგ ვართ ვნახოთ ეკლესია, იმიტომ ნახი არ მაქვს. შევხედოთ როგორია რა არის, რა არის თუ არა საერთოდ. ება აღმართები. უშეგენაცვალე. ეგ მე ვერ ავალ ბოლომდე. მე მგონი ფეხი თავათრებელოს. ველოს დავტოვებ და ისე ავალ. მაინც უკვე უნდა დავბრუნდე. მაგრამ ვცადოთ ჯერ. კაი სავარჯიშოა. არა მეგობრებო. ფორმაში არ ვარ ნამდვილად. ჯობია. გავიდე. საერთოდაც ველოს დავტოვებ აგერ. დიდად არ დავმალავ. მე მგონი აქ ვინც არავინ არ არის. ნახავ ეკლესიას დამვალ. მოვედი. არ ვიცი ხაგია რომელია ეკლესია. რომელი არა თუ გადაწყვეტეთ. მაგრამ მე მგონი ადგილზე მოვედი. რა ვიქით? რა ძალიან ისეთი შენობაა.
უფრო ძოხებისთვის, პირუტყვისთვის, ან რა ვიცი. ხო. აქაც იგივენაირია. და მე მგონი ეკლესია უნდა ყოფილიყო ის. თუმცა მე მგონი ბოლომდე არ არის აშენებული. ხო. პლუს კიდევ ამას ნაგდიდად მისასვლელი ბილიკის კი არ ჩანს რა. ჭიშკარი კი არის. ანუ ბალახს ეთყობა რომ ხალხი არ დადის. დიდად. აი. ცოტა ახალს მივიდეთ. აი. შევიჭრიტოთ. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ აქ არავინ არ არის. და ეს არ ფუნქციონირებს. მინდა რომ ეს იმაში აქციონირებოდი. აი ესეთია. ხო. კი აშკარად ეკლესია. სიმართლე გითხრა ცოტა ჟუანტანო გამიარა ესეთი ის არის. ესეთი მიგდებული უცებ ამას ფილმში მგონია ჩემი თავი. ჯობია დავახვიოთ აქედან. დავიქცეთ. ვამპირის სახსოვ პროგრამს ეს. ესეთი. კაი რომ ხონდა ეკლესიას. უცნაურია. დავახვიოთ. აკერ ჩემი ველოსიპედიც დამხვდა. მეც არავის არ შეუჭამი ვარ. ნუ ჯერჯერობით რა თქმა უნდა. მე ველოსიპედი რო აქ არის, ძალიან მიხარია. ეხლა დავეშვებით. აქ ეკლებია. თუ ეს რაღაც 100 კილია თუ რაღაც თუ ვარდი. ანუ აქედან გავაგზავნოთ. ოპა, სრიალის როც მოვიდა. აქ ისეთი დალახებია. ოპა. ესენი რა ვიარეთ. აუ. იგდები წევს არა, არ გვიწევს. ამჯერად მილია ჩაგდებული. ხოლობა ჩაგდეს რომავლადი ყოფილიყო. ძალიან მიხარია. ესე, რა ვიცით. მოკლედ ეს მდინარე გადავკვეთეთ უკვე მესამედ. ამოვიარე ეს აღმართი. მოკლეა, მაგრამ ძალიან აღმართია, ზიაღმართი. ხელით ვატარე. ცოტა შევისვენებ. და მე გავაგზავნებ. ესე ჯერჯერობით ხელით ვტკბები. ვაგზავნებ გზას იქით. სწრაფა მეუბნება. ჯერჯერობით 6 კილომეტრიდან გავვლი. ვერეთ ახაც აღმართია. ეგეთი. ავი, შეიძლება მე ვერ მოვდივარ აღმართზე. ზოგი გაივლიდა. მაგრამ მე მოდი შევისვენებ. მოკლედ გზაში აღმოვაჩინე, რომ სათვალე აღარ მაქვს. სადღაც დავკარგე და არ ვიცი სად. ბოლოს რაღაც გავჩერდი იქ მივბრუნდი და შევამოწმე, მაგრამ არ იყო. სავარაუდოდ არ ვიცი, ვერ ვიხსენეთ სად შეიძლება დამკარგოდნა. ხო და მე თუ ვინმე გაივლით ამ ბილიკის დანახავთ. ცოდეთ ჩემი სათვალეა. არ მომიწევს კიდე ახლა მომავალში აქ ამოსვლა. შეიძლება დამკვდეს კიდევაც. დინარის გადასვლის მომენტში ჯერ კიდევ მაქვს. აი ფეხით რო გადმოვიარე, მან მაქვს ჯერ კიდევ. მოკლედ არ მიყვარს რაღაც და დაკარგვა რაღაცნაირად გული დამწყდა კიდევაც. ფიქრობდი დაუბრუნდე და ვიპოვოთ ხო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ეს გზაც და მინდა წრე შევკრა. სხვათა შორის ძალიან ბევრი რკოგდია გზაზე. ეთყობა კი არა. მუხის ხეებია ბევრი. ხო და ისე მომწონს ეს ბილიკი, რომ სათვალეც კი აღარ მენანება იმდენად. მინდა რომ
წრე გავაკეთო. სათვალეს კიდე გამოვწერე ხალხს. ან ხვალ-მოვალ ისევ აქ. და იგივე ბილიქს გავივლი, რა პრობლემა. იქნებ დამხვდეს. აბა თუ იცით ეს სოკო იჭმევა თუ არა. მე არ ვიცი ნამდვილად, არ გავრისკავ, ხელსაც არ მოვკიდებ, მაგრამ რაღაც კაი სოკოს გიგავს, შეჭამდა კაცი. იქაც არის. ხო. დაწერეთ მოკლედ თუ ცნობთ სოკოს. Wow, სტამატები გავიარე. აი ესეთი ტოტებისთვის აქვს კარგი სათვალე. განსაკუთრებით დაშვების დროს თვალს იცავს. ამოვიარე ის აღმართი მოკლედ. და აქ დამკვდა ესეთი მაგიდა ვიღაცას გავუკეთებია. რაც მოსასვენებელი ადგილი. მეკოცონიც დაუნთიათ. რა თქმა უნდა. ნაგავიც დაყარეს. დატოვეს ბოთლი. არ ვიცი ხა ეს ვიდან სხვას დაუტოვეს, რა კონჩი დატოვეს ეს ბოთლი, არ ვიცი. მეთესე. ბევრი ნაგავი არ ყრია, მაგრამ ეს ბოთლი რა კონჩი დატოვეს, არ ვიცი. მეთესე. ძალიან სიწნარია. ჩიტების ჭიკჭიკი. აგერ მეგობრებო, სავარაუდოდ მარილიც დატოვეს ესე. ახლა გავარკვიო, იქით წავიდე თუ აქეთ წავიდე. როკაზე უნდა შავიხედო. ესეთი უცნაური ხე დამხვდა გზად. აი ესე არის სოკო. თუ არის სოკო ძეგონება ლამპიონია. ლამპიონს გავს რა ისრაღაც. აქ ვიპოვე ესეთი პატარა ტბარი თუ რა ვიცი რაც არის მოკლედ. ცოტათი გულის ფორმასაც გავს, არ ვიცი ზემოდან თუ შეხედე. იქ პატარა ქოხია ეთყობა, წვემსის ქოხია. მოკლედ თითქმის ამოვედი ჩემი მარშრუტის უმაღლეს წერტილზე. და გავჩერდი უბრალოდ იმიტომ ძალიან ლამაზი იყო ეს ტბა. აქ ესეთი ლამაზი ხეც არის. ესეთი უზარმაზარი. 5 საათი ხდება ამასობაში. ცოტა უნდა დაუჩხარო. აქ ზემოთ ძალიან ცივა ქარი უღიროს. ეში არ იგზნობოდა იმდენად. მორიგი პატარა ტბა. ესეთი ლამაზი, ამჯერად ესეთი სუფთა. შორიდანაც გადავიღოთ. ესეთი ლამაზია.
შეხედეთ უბრალოდ რა სილამაზეა. ეჰე! მე ამოვედი სადღაც აიქიდან ესე მოვიყვოდი ესე ამოვედი და ამოვედი აქ ჩემი გზა გაგრძელდება ესე მე მარჯვნივ შევუხვევ იმ თაზე გადავალ ესე და მოხვდები ისევ ჩემ მანქანასთან გეგმა ასეთია ეხლა არის უკვე 6:30 აღმართი დაძლეულია ეხლა დარჩა მხოლოდ დაშვება მაგრამ დაშვება ხო ესეთი ბილიკია უცნობი ბილიკია და არ ვიცი რავი შეიძლება და ეხლა უკრას დაბრუნება რა თქმა უნდა და იმ გავლილ ბილიკზე დაშვება რაც გავიარე და რაც ცნობია ჩემთვის მაგრამ ვფიქრობ ჯერ მაქვს კიდევ დრო და გავრისკავ ასე დაშვებას რომ წრიული გამოვიდეს ოპა შეგინაცვალე ხედებია პირდა აქ ამოსვლა შეხედეთ უბრალოდ ეჰე ძალიან ნახეთ რა წავედი ხალხო წავედი თორე დამიღამდა Wow! Oh, ეს ჩაჭრილები ცუდია. მე ისურგეთ ჩაჭრილები არ არის. ოპა. ძალიან ცუდს. სადოთ კიდევ მოჭაჭრილება. Opa. არ ვიცი ხა ვიდეოში რა აღმართი ჩანს, მაგრამ საკმაოდ ისეთია. ცეცხლი ვიღაცას. აბა ეხლა რა ხდება? მომი გავიგეთ. ნახევრად ჭაობი, ნახევრად რავი რა ის. მიშა. ერევეთი ჭაობი. აყალებით. აგორ მესავნებია, აგორ მესავნები. მოდი მიშავნებია. ესეთი რაღაცა. დიახ არაფერი. ჯურისტმა თამამი.
კიდევ ერთი ტბა, რავი, ეს უკვე ალბათ მე-4 თუ კაი საბანაკია სხვათა შორის. ესეც ანგელოზის სახმართი. Wow, საკმაოდ ღრმა იყო. აქ. ძალიან ლამაზია. Yes, please. ძალიან ბევრი ტალახია, ხშირად მიწევს გაჩერება. ხანდახან ზის მოვლა მიწევს, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი გაუვალი მონაკვეთი გაიჩითოს. სადაც ვერ გავივლი. აქ ნაკლებად ხდება მზე და მაგიტომაც არის ესეთი სუპალახი. ვიცი. დაშვება. მერია გავალ ბოლოში და დავბრუნდები. წრიული თუ არა და უკან მომიწევს წამოსვლა. რაც ძალიან არ მინდა და დროშიც შეიძლება ვერ ჩავეტიო. მაგ სადაც უნდა იყოს კვეთი მოსახლეობი მარჯვნივ და უნდა გამოუჩეს. ცოტა ხანში უკას უნდა დავხედო. მაგალითად აქ ისეთი ტალახია რომ ვერ გაივლი რა ველოდი. ამიტომაც მიწევს ესე შემოვლით გზით წასვლა ხეებში, ბუჩქებში ისე. ახაც შანსი არ მაქვს ველოდი. თუმცა აქ შეიძლება ვცადოთ. სრიალებს ძალიან. აი. ოპა. ხო, ეს ჩემი შესახვევია მარჯვენა. როგორც ოპა მაჩვენებს. კი ბატონო. ეს არის კომოდი და მიჩვენებს იქით. ჩავედით. ახაც ისეთი მონაკვეთია. მშვიდ ვიქნა. ვიზრობიალოთ. ისე ნელა. დავედით. ოპა. აი. ვაუ, ვიღაცა ველოდიან ამ ყოფი აქ. ველოსიპედის კვალია, თუ მეჩვენება. შეიძლება მეჩვენება. რაღაც მომენტში ძალიან გავდა ველოსიპედის კვალს. ესეთი ძველი ზედაპირი როცა არის და ტალახია. აი ეს ტოტები რო ყრია, აუცილებელია პერპენდიკულარულად გადავუარო მაგ ტოტებს, იმიტომ რომ ოდნავ ცერად თუ გადავუარი ტოტს, უეჭველი მოგასრიალებს. რა ფრინავი მე ეგრე კითხევში.
მე კიდე არ მინდა ეგ. დავეშვათ. Wow. Მიდიმიშა. დაია. აუ, მერტო რა სილამაზეა ჩემი. რა კარგია უბრალოდ. აქ მე მგონი ველოსიპედის კვალი ის რო ვთქვი წეხან. ველოსიპედის კვალი აქ მე მგონი. კაი ხანი ადამიანს არ გაუვია საერთოდ. GoPro დამინჯდა, მაგრამ ტელეფონი ჯერ კიდევ ცოცხალია და გადავწყვიტე აი ეს მონაკვეთიც გადამეღო. მე თითქმის დავამთავრე ჩემი წრიული, მაგრამ გზად ახლოს ძალიან იყო ეს წმინდა ბასილის წოდორეთის მონასტერი. ამიტომაც გადავწყვიტე ახაც შემევლო და მენახა როგორია. ეთყობა რომ ძალიან მოვლილია. მე შეგნით აღარ შევალ, გავაგრძელებ ჩემ გზას, ძალიან ცოტა დამრჩა უკვე და თამზეც ჩადის უკვე. დავასრულე მეგობრებო, ჩემი მარშრუტი საკმაოდ ლამაზი იყო, სუთხეში დადიხარ, სიგრილეში. არის რა თქმა უნდა ის აღმართები, რამოდენიმე ადგილას მომიწია ხელით რევა ველოსიპედის. მკვეთრი დაღმართებიც არის რეალად ალახი და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად სილამაზეა, იმდენად სიწყნარეა და ჩიტების ბულბული ისმის, რომ აი მე ნამდვილად კიდევ ერთხელ ვესტუმრები ამ ბილიქს, კიდევ ერთხელ გავილი ამ მარშრუტს დიდი სიამოვნებით. თავის საბურავებზე დგას. აგურები არ შემომილაგეს. ხო და ესეც ასე, ესეთი ლამაზი ველოსიპედი. როგორც ჩანს უხდება რა ჩემ ველოსიპედს დავახი რა. ესეთია მოკლედ. მეც არანაკლებ ჭუჭყიანი ვარ. ასე გამოვიყურებ ის სახეზე ალბათ დასვილი ვარ. მაგრამ ზღვა სიამოვნება მივიღე. აბა კარგად. გამოვედი მეორე დღეს და აგერ დამიდია ჩემი სათვალე. ძალიან მიხარია რომ ვიპოვე. ესე გოხდათ დევს. ეთყობა აქ დავავდე, შევისვენე. ისე შორს არ ყოფილვარ. გუშინ ცოტა ოდნავ ჩამოსულიყავი კი ვიპოვიდი. ვოთ აქ ისეთი აღმართია რომ დამეზარა გუშინ ჩამოსვლა. მაგარია, ძალიან მიხარია რომ ვიპოვე.